ამ ვიდეო გაკვეთილში ვნახოთ თუ როგორ ავტვირთვათ ჩვენს ბლოგზე პრეზენტაციები. ამისათვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მასალა, ანუ ამ შემთხვევაში პრეზენტაციები ავტვირთული გქონდეს Google-ის დისკზე, ანუ Google-ის Drive-ზე. შევიდეთ სერვისებში და მივცეთ ბრძანება Drive. Google-ის დისკზე საერთოდ იტვირთება ყველა სახის მასალა. ეს ძალიან მოხერხებული ფუნქცია აქვს. Google-ს, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენს ელექტრონული პოსტიდან შეგვიძლია რომ გადავიდეთ. ანუ ეს ძალიან მოხერხებული ფუნქცია აქვს Google-ის დისკი. ჩვენ შეგვიძლია ამ დისკზე ავტვირთოთ და შევინახოთ სხვა მასალა და როგორც ელექტრონული ფლეშკა, აი ესე გამოვიყენოთ. გადავიდეთ უკვე ჩვენს Google დისკზე. აი აქ არის ორი წითელი ღილაკი, ერთ-ერთი არის ატვირთვა. აწყებებთ აი ამ ღილაკზე, გამოდის ჩამონათვალი ფაილები და საქაღალდეებიო. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ფაილის ატვირთვა, ამიტომ დავაწყებოთ აი ამ ბრძანებაზე. გამოვა ფანჯარა, სადაც ჩვენ ვეძებთ ჩვენს პრეზენტაციას, სადაც აგვაქვს მოვული ამ შემთხვევაში დესკტოპზე. გადავფურცლავთ. მოძებნით ჩვენს პრეზენტაციას, დავაწყებოთ Z და მივცეთ ბრძანებას Open. აი აქ გამოვა პატარა ფანჯარა, რომელიც პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით იზრდება, და როდესაც იგი 100%-ზე ავა, ესე იგი ფაილი ატვირთულია. ბოლოს დაეწერება რომ ატვირთვა დასრულებულია და შესაბამისად აი აქ გამოჩნდება ჩვენს მიერ ატვირთული ფაილი. ამ შემთხვევაში ეს არის პრეზენტაცია. დავხუროთ ეს ფანჯარა. თვითონ პრეზენტაცია უნდა გავხსნათ Google-ის დოკუმენტების ფორმატში, ავიღოთ HTML კოდი და შემდეგ ეს ჩავსვათ ჩვენს ბლოგზე. ეს ხდება შემდეგნაირად. აი ამ პრეზენტაციის მარცხენა მხარეს ჩავრთავთ, აი აქ პატარა ღილაკია, ესეთი ნიშანი ჩაჯდება. შემდეგ შევდივართ აი ამ ბრძანებაში, ჩამოშლით და ვაძლევთ ბრძანებას Open with, ანუ გავხსნათ როგორც Google-ის slideshow-ს ფორმატში. დავაწყებთ Z და დაველოდებით. აი გაიხსნა ჩვენი პრეზენტაციაც. ამ პრეზენტაციას ვათვალიერებთ, რედაქტირება ხომ არაფერს უნდა, თითოეულ სლაიდზე, მარცხენა მხარეს პანელზე დავაწყებთ. ყველაფერი ნორმალურად არის. კი ბატონო, კარგია. აი აქ ხედავთ რომ წარწერა შემოდგომა არის ინგლისურ ენაზე. აი ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო. როდესაც მუშაობთ თქვენ რაიმე კონკრეტულ მასალაზე და ეს მასალა გინდათ შემდეგ გამოქვეყნდეს ინტერნეტში, ამისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია რომ Shift-ის არჩევის დროს აირჩიოთ თვითონ კომპიუტერში მარჯვენა დაბლა კუთხეში ქართული უნიკოდი, ანუ K აირჩიოთ და არ აირჩიოთ მაგალითად რაიმე ქართული ფონტები, ქართული შრიფტები, მაგალითად აკად ნუსხური და ასე შემდეგ. როდესაც ამ შემთხვევაში აკად ნუსხური აქვს არჩეული აი ამ პრეზენტაციის ავტორს, როდესაც აი ესეთ ფონტს ირჩევთ, ამ შემთხვევაში როდესაც ინტერნეტში იტვირთება, გამოდის ინგლისური წარწერა. ამიტომ ჩვენ ახლა ამას წავშლით და ქართული უნიკოდით აი აქ დავაწერთ შემოდგომას. შემდეგ გადავიდეთ. აი ამ სლაიდზე მაგალითად სურათები ეფარება ტექსტს. ამ შემთხვევაში ტექსტის ზომა შევამციროთ, მოვნიშნოთ ეს ტექსტი. აქ გამოვიდა. ეს არის შრიფტის ზომა, ჩამოვშლი ამას და ავირჩიე მაგალითად 18 ზომის შრიფტს. ცოტა დიდი შეიძლება იყოს. იყოს ეს ზომა, თვითონ სურათებზე დავაწყებოთ და თვითონ სურათები შევამციროთ ცოტა რა. ან შეიძლება და ამის ჩამოწევა გავადიდოთ ისევ და აი თანწაღების მეთოდით დაბლა ჩამოვწიოთ. იგივე ვარიანტია. ცოტა Shift-ით შევამციროთ.
აი ესე ჩვენი პრეზენტაცია უკვე არის მზად იმისათვის, რომ გამოვაქვეყნოთ, ანუ ბლოგზე დავდოთ. იმისათვის უნდა ავიღოთ ჩვენ HTML კოდი წინა გაკვეთილებზე, როგორც ნახეთ, საათი ჩავსვით აი HTML კოდის დახმარებით და ახლაც დაახლოებით იგივე რაღაც უნდა გავაკეთოთ. კოდის ასაღებად შევდივართ ფაილ, გამოვაქვეყნოთ ინტერნეტში, აი ბრძანებას ვაძლევთ. დავიწყოთ პუბლიკაცია. მოვიცეთ OK ბრძანებას. შემდეგ აი აქ გამოსულ ფანჯარაში უნდა ავიღოთ embed კოდის ასლი. მაგრამ სანამ ავიღებთ აი embed კოდის ასლს, მანამდე ზომა შეურჩიოთ. აქ არის ამ შემთხვევაში საშუალო ზომა და ეს ზომა როგორც წესი ცუდად ჩანს ხოლმე ბლოგზე, ამიტომ იმას ჩამოვშლით და ავირჩევთ small პატარას. ამის შემდეგ დავაწყაპებთ აი ამ უჯრაში მარჯვენა ღილაკი და კოპირება. embed კოდი აღებულია. ამის შემდეგ შეგვიძლია დავხუროთ ეს პანჯარა. შეგვიძლია დავხუროთ Google-ის პრეზენტაციაც. გადავიდეთ ჩვენს პოსტაზე. ჩამოშალოთ სერვისების ღილაკი. დანარჩენი სერვისები, ბლოგერი. შემდეგ ჩვენი ბლოგის პარამეტრების ღილაკი დავაწყაპოთ Z. შემდეგ გადავიდეთ გვერდებზე. ავირჩიოთ გვერდი, რომელშიც გვინდა გამოვაქვეყნოთ პრეზენტაცია. ამ შემთხვევაში ეს არის გვერდი პრეზენტაციები. მივცეთ შეცვლა. გადავიყვანოთ HTML რეჟიმზე. აი აქ წარწერების დაბლა ჩავაწყაპოთ. enter მივცეთ. შეგვიძლია მივცეთ სათაური. enter მარჯვენა ღილაკი და ჩასმა იმ HTML კოდისა, რომელიც იქ ავიღეთ. გადავიყვანოთ ჩვეულებრივ რეჟიმზე. დაველოდოთ. ამ შემთხვევაში კურსორი ჩავსვით სურათსა და აი ამ დასახელებას შორის და enter-ს დავაწყაპეთ. ზევით მოექცა ეს ჩვენი სათაური. კიდევ შეგვიძლია აქ ჩაუსვათ კურსორი და enter-ი და კიდევ ცოტა ჩამოვწიოთ. და მივცეთ განახლება აი ამ გვერდს. დავათვალიეროთ ბლოგი. შევიდეთ პრეზენტაციებში. და აქ ხედავთ, რომ ჩვენი პრეზენტაცია ჩაჯდა ბლოგზე თავისი სათაურით. პრეზენტაციის გასაშვებად უნდა დავაწყოთ აი ამ სამკუთხედს, ან ისრიანი ღილაკით გადავიდეთ მარჯვენ და დავათვალიეროთ ჩვენი სლაიდები. აი ესე ჩაჯდება პრეზენტაცია. თუ გინდა მეორე, დავხუროთ დათვალიერების რეჟიმი, თუ გინდა მეორე პრეზენტაცია ჩავსვათ, ისევ Google Drive-ზე უნდა გადავიდეთ, ავტვირთოთ მეორე პრეზენტაცია. მოვძებნოთ ჩვენს კომპიუტერში, დავაწყაპოთ open. აი ტვირთება, აი ახლა პროცენტული მაჩვენებელი გიზრდება. აი დამთავრდა ატვირთვა. აი გამოვიდა ეს ჩვენი პრეზენტაცია. აი აქ წინა პრეზენტაციას გამოვურთოთ, აქ მონიშნა, ჩავურთოთ პირველი პრეზენტაციის მონიშნა, ახლა რომელიც ავტვირთეთ. ჩამოშალოთ ეს ღილაკი, open with, გავხსნათ როგორც Google სლაიდების ფორმატში. შემდეგ ფაილი, გამოქვეყნება ინტერნეტში. სტარტი, OK. ზომის არჩევა, პატარა ზომა ავირჩიოთ. აი აქ embed კოდში ჩავაწყაპოთ მარჯვენა ღილაკი, კოპირება. დავხუროთ. ესე შეგვიძლია დავხუროთ. გადავიდეთ ისევ ბლოგერში. ვთქვათ პრეზენტაციები, შეცვლა.
აი აქ ისევ HTML კოდზე უნდა გადავიდეთ, ჩავსვათ ბოლოში კურსორი, enter-ი. აქ შეგვიძლია დავარქვათ სათაური, enter-ი, კიდევ enter-ი, მარჯვენა ღილაკი და ჩასმა კოდისა, ისევ გადავიდეთ ჩვეულებრივ რეჟიმზე და გამოქვეყნება, ანუ განახლება. და ვნახოთ ახლა როგორ გამოიყურება ჩვენი გვერდი. გვერდი პრეზენტაციები. აი აქ გვაქვს ორი პრეზენტაცია, ეს წელიწადის დროები, მეორეს გვაქვს გაკვეთილი სლაიდები. აი ესე შეგიძლიათ ჩასვათ თქვენ სხვადასხვა პრეზენტაციები, რამდენიც გაგეხარდებათ თქვენი პორტფოლიოს გვერდზე.